მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო იუთუბერებო. სასიამოვნოა თქვენი ნახვა, თქვენთან შეხვედრა, თქვენთან ურთიერთობა. და გადავედით ეხლა აი ესეთ რამეზე. გავწმინდოთ ჯერ აქაურობა. როგორი დღე გვექნება დღეს? დაახლოებით. რას მოგვიტანს დღევანდელი დღე? ესე იგი უშური ტარო გვეუბნება ჩვენი სურვილის შესრულებისთვის, რომელიც ეხება ჩვენ პირად ურთიერთობას, პირად ადამიანს, რომელიც ჩვენს ფიქრებშია და ისიც არ არის გულგრილი ჩვენს მიმართ. აქ ამოდის მტერი. ეხლა აქ მტერი ამოდის კაცის სახით, შეიძლება ქალია, მაგრამ ზოგადად ხო? მტერი გვიშლის ხელს, ანუ აი ესეთი ინფორმაცია მოდის, რომ იმისთვის, რომ ჩვენი სურვილი შესრულდეს და ეხება პირადს, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, პირად ურთიერთობას ადამიანთან, რომელთანაც ორმხრივია, ასე ვთქვათ, ჩანს, იკვეთება, გრძნობა, სიყვარული, არის მტერი, ხელის შემშლელი ფაქტორი. ეხლა ვკითხოთ, აბა რაღაცნაირად არ ვიცი როგორ თუ გავანეიტრალებთ ამ მტერს. გაანეიტრალებთ, ოღონდ ამ შემთხვევაში დაგეხმარებიან თქვენი ასე ვთქვათ, მფარველები. შეიძლება ეს ქალი თქვენ ხართ და თქვენ გაქვთ ის ძალა, ენერგია, რომ ეს მტერი გაანეიტრალოთ. ამ შემთხვევაში შეიძლება სიყვარულმა, რაღაცა მოლაპარაკებამ, რაღაცა აი არ ვიცი რამ. ყოველ შემთხვევაში ამბავს იგებთ. აქ ამოდის სიძლიერის კარტი, თქვენი წინაპრული სიძლიერის კარტი. შეიძლება თქვენი ინტუიცია, ნახეთ, თქვენი ქალური ინტუიცია მოიხმაროთ ამ მტრის განეიტრალებაში. მაშინ ვკითხავ თქვენ და ეს ადამიანი, ვისაც იმიტომ რომ ერთად უნდა ყოფილიყავით და არის ორმხრივი გრძნობა, მაგრამ ყავთ ხელის შემშლელი ფაქტორები და აქ იკვეთება, რომ არის მტერი, რა დაგეხმარებათ. რომ გამოგვიდეთ ამ მდგომარეობიდან და ბოლოს და ბოლოს იყოთ ერთად. რა ან ვინ დაგეხმარებათ. ნუ არის ცოტა საქმე გასაკეთებელი ორივე მხრიდან. მაჩვენებენ კარტს, რომელიც ნიშნავს, რომ აი კრიბავს, ხო? მოსავალს რაღაცას, ანუ თითქმის გაგიკეთებიათ რაღაც. ყველას ახლა ინდივიდუალურად აქვს, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა, ხო? დეტალურად ახლა მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ბევრი ვარიანტებია, მაგრამ გიმუშავიათ, ფაქტია. და უკვე აი იქიდან, აქედან, ყველა მხრიდან რომ დახვეტავ, ხო, ყველაფერს და მერე რომ უნდა შეკრიბო ეს რაღაც, ხო, მასა. აი ესეთ ვარიანტში ხართ, ეხლა კულმინაციამდე აი 1-2 ნაბიჯი გაკლეთ, ანუ ცოტა რაღაცა კიდე. სადილს რო გააკეთებ და მარილი რო უნდა მოაყარო და მწვანილი ბოლოში, ხო? აი ესეთი ვარიანტია. კიდე გაქვთ რაღაც, თუმცა ნახეთ, გიტვირთიათ, მაჩვენებენ რომ აგიღიათ ეს ტვირთი ზურგზე, საკმაოდ მძიმე რაღაც სიტუაცია ყოფილა, არ ვიცი ხა როგორ, კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს პირად გაშლაში ჩანს და ხა საჯაროში ვარიანტები ბევრია, კონკრეტულად უნდა ვიცოდე რა და კარტს უნდა დაუსვა კითხვა, ხო? მაგრამ ჩანს რომ გიტვირთიათ რაღაცა, ხო? ამ ადამიანისგან, ანუ ეს ურთიერთობა, ეს სიტუაცია თქვენ თავზე აგიღიათ, მაგრამ გამარჯვება ჩანს, რაც ძალიან მახარებს და ჩანს სტაბილურობა, შეერთება, ახალი დასაწყისი ერთად
თანაცხოვრების და ყველანაირად რომ ყველა ბედნიერია და კმაყოფილია, მარა რახან მტერი ამოვიდა, ირჩევთ რომ გადახედოთ თქვენ ახლობლებს, ნაცნობებს, არ ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი, ვინც დგას თქვენს ასე ვთქვათ შუაში და რაღაცნაირად გიშლით ხელს. შეიძლება ენებია, ენებს ატრიალებს. ეხლა მე ხო არ ვიცი, ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს, აქ კაცის სახით ამოდის. შეიძლება ქალია, მაგრამ ფაქტია, რომ მტერია. მაინც ვკითხოთ, აბა თქვენი და ამ ადამიანის ურთიერთობა საბოლოო ჯამში, თქვენთვის საინტერესო და თქვენთვის საყვარელი ადამიანის ურთიერთობა როგორ დასრულდება. ხო? ახლო მომავლის პროგნოზი. გაჩვენეთ. თქვენი აქტიურობით, თქვენი ენერგიულობით, ვალების გადახდით, ასე ვეძახი მე ამ კარტს ვალების გადახდა, ეს ქველმოქმედებაცაა. ეს არის რაღაცის გაღება. ნახეთ, როცა რაღაცა გინდა, როცა ძალიან გინდა, შენც რაღაცა უნდა გაიღო. ეხლა კი ფულის კარტია, მაგრამ ამ შემთხვევაში მარტო ფულზე არ არის, აქ ენერგიაზეც არის საუბარი. ყველაფერსია. აბსოლუტურად, იმიტომ რომ სამყარო არის აი ამ პრინციპზე, ხო? შენ რაღაცა ენერგიას დებ, ანუ გასცემ, ხო? და იქიდან სანაცვლოდ იღებ და ფულის ენერგიაც ასეა. შენ თუ გინდა რომ მიიღო ფული, აუცილებლად სულ უნდა იტრიალოს ამ ენერგიამ, ანუ უნდა გასცე, რომ მე შემოვიდეს, უნდა გასცე ისე, რომ ეხა გააჩერო, გაყინო, ხო, არ შემოგივა. და აქაც რაღაცა უნდა გაიღოთ, რომ ასრულდეს თქვენი სურვილი. ანუ ფაქტიურად ჩანს, რომ აქტიურობთ, ჩანს, რომ სწორად მიდიხართ, მაგრამ რაღაცა გაქვთ. ანუ რაღაცა უნდა გაიღოთ, გასცეთ, გააკეთოთ, რომ ეს სურვილი ასრულდეს. შეიძლება ფული იყოს. არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ინფორმაცია მოდის.